მოგესალმებით Master Wayne, გვაინტერესებს რას ფიქრობთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით. მე ვარ Bruce Wayne, Wayne Enterprises მფლობელი. ჩვენი მიზანია მშვიდობიანი მსოფლიო. ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ თეოკრატიის გავრცელება კი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან უნდა დაიწყოს. საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ამას მხოლოდ ბატონი მიხეილ გელა ქაქანებდა. ამიტომ უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ჩვენი კომპანია მას გვერდში დაუდგა. გაწეული იქნა საკმაოდ მოცულობითი სამუშაო, მთელი ბორდი 24 საათი არ ჩერდებოდა და ველოდით გამარჯვებას, მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მხოლოდ გოთემის მოსახლეობის ხმები იყო საკმარისი პირველივე ტურში ტრიუმფისათვის, სადაც 98.7% ავიდა. რის გაკეთებას გეგმავთ? ჩვენ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ, უკვე მიდის აქტიური მოლაპარაკებების თარგმნასთან. ხვალ კი Daily Planet-ში გამოქვეყნდება Lois Lane-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგები. მასალებზე ასევე მუშაობს Clark Kent-იც. მინდა უთხრა Stark Industries და Oscorp-ს, რომ შორს გაწიონ საკუთარი ეშმაკის კურთხეული საცეცები საქართველოდან. უნდა დასრულდეს მარველის პირსისხლიანი დიქტატურა. ზოგს მხოლოდ იმის ნახვა უნდა სამყარო როგორ იწვის. მათ გქონიათ რომ დაგვამარცხებენ, მაგრამ ღამე ყველაზე ბნელი განთიადის წინ არის. პირდებით განთიადი ახლოვდება. მათ გქონიათ რომ დაგვცეს, მაგრამ იმიტომ ვეცემით რომ წამოდგომა ვისწავლოთ. არ დაუშვებთ ცეცხლის აღზევებას. დეში ბასარა.